პარლამენტში ქართული ოცნების ინიციატივის შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დაახლოებით 2 საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. ის ცოტა ხნის წინ დასრულდა და სხდომა ძირითადად ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა გიორგი გახარიასა და კომისიის წევრებს შორის, იმ წევრებს შორის, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ ოპოზიციონერი ლიდერის თანაგუნდელები იყვნენ. საქმე ეხება ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასში მდებარე საგუშაგოს, რომელიც 2019 წლის აგვისტოში ჩაიდგა მასში, როდესაც გიორგი გახარია შინაგანსაკუთრებთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. პოლიციის საგუშაგოს მშენებლობა, როგორც ამას ქართული ოცნება უკვე თვეებია ამტკიცებს, მოხდა შეთანხმების გარეშე როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ასევე როგორც ქართული ოცნება ამტკიცებს, გიორგი გახარიას არანაირი შეთანხმება არ მიუღწევია არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობასთან, რომელიც პატრულირებს დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას და აკონტროლებს სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების გადაადგილებას საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე. ეს საკითხი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფოკუსში რამდენიმე თვის წინ მოხვდა, მაშინ, როდესაც თეა წულუკიანმა პარლამენტს სთხოვა, რომ კომისიის უფლებამოსილება გავრცელებულიყო 2012 წლის შემდგომ საქმეებზე და გამოძიებულიყო ის საქმეები, რომლებიც მას შემდეგ განვითარდა, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა. თავდაპირველად მოგეხსენებათ, რომ ეს კომისია შეისწავლიდა ყოფილი ხელისუფლების ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას 2003 წლიდან 2012 წლამდე, თუმცა მოგვიანებით მათი მანდატი და უფლებამოსილება გახანგრძლივდა. რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებებს და პასუხებს ამ კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ასევე ყოფილი შინაგანსაკუთრებთა მინისტრი 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის წლიური ანგარიში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2019 წლის 16 სექტემბრის პრეს-რელიზი, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების 59 რაუნდის შედეგები და ამაზე ქართული მხარე საუბრობდა, როგორც გახარია ამტკიცებს, ადასტურებს, რომ საქართველოს არ ჰქონდა პატრულირების ეფექტური კონტროლი იმ ტყეზე, რომლის ოკუპაციასაც აპირებდა ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული მმართველობა, ეგრეთ წოდებული მმართველობა და ეს ტყის მასივი მდებარეობდა სოფელ ჩორჩანასთან. გიორგი გახარია ამბობს, რომ 2019 წლის ივლისის ბოლოს 3 კვირით ადრე, ვიდრე გახდებოდა ცნობილი საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილება და დაიწყებოდა შესაბამისი სამუშაოები, ყველა მხარე იყო ინფორმირებული, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, ასევე ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და კონკრეტულად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასახელებს იმ პირთა ვინაობას, ვინც შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს შენობაში გულუას ქუჩაზე ივლისის ბოლოს 2019 წელს იყო მოსული. ეს იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის და თბილისის ოფისების ხელმძღვანელები და მათ, როგორც გიორგი გახარია ამბობს, მან გააცნო შესაბამისი კოორდინატები, სადაც იგეგმებოდა 7 საგუშაგოს ჩადგმა. ამ კოორდინატების შესახებ, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი იძახის, ინფორმირებული იყო ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, შესაბამისად მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ უწოდებს ქართული ოცნება ერთპიროვნულს და შეუთანხმებელს მის გადაწყვეტილებას საგუშაგოების ჩადგმასთან დაკავშირებით. ასევე გიორგი გახარია ამბობს, რომ საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილება მიღებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა დე-ფაქტო საზღვრისპირა სოფლებში შესაბამისი პატრულირების სისტემა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს არ ეძლეოდათ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განხორციელება. რამდენჯერმე ჰკითხა კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას, თუ რას ნიშნავდა პატრულირების სისტემა და რას ნიშნავდა ის, რომ ქართულ მხარეს არ ჰქონდა ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების საშუალება, რაზეც მოგვიანებით გიორგი გახარიამ პასუხები გასცა. ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ 2018 წელს ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებულ პარლამენტში დემილიტარიზაციის კომისია შეიქმნა, რომელიც შეისწავლიდა ამ მიწების საქმეს და 1922 წლის რუკის მიხედვით ხელმძღვანელობდა და როგორც გიორგი გახარია ამბობს, ეს რუკა ქართული მხარისთვის წამგებიანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს კონტროლს კარგავდა მათ შორის თრუსოს ხეობაზე და მნიშვნელოვან ნაწილზე ამ რეგიონში და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის ქვეშ ექცეოდა ეს ტერიტორია. როგორც გიორგი გახარია ამბობს, რეალურად საქართველოს მხარეს შეეძლო, რომ ბევრად მეტი ფართობი დაეკარგა მიწისა იმ შემთხვევაში, თუ საგუშაგოების ჩადგმის
გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, საპასუხოდ ქართული ოცნება უკვე რამდენიმე თვეა იმეორებს, რომ მილიონი კვადრატული მეტრი დაკარგა ქართულმა მხარემ და როგორც მაგალითად სოზარ სუბარის და თეა წულუკიანიც ამბობენ, ქვეყანამ მაშინ ფაქტობრივად გაიმეორა 2008 წლის აგვისტოს ომის სცენარი და შეერაღებული დაპირისპირებამდეც კი მივიდა თითქმის საქმე. ეს არის თეა წულუკიანის და სოზარ სუბარის შეფასება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რასაც გიორგი გახარია არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილების მიზანი იყო ქართული მიწის დაცვა. 2018 წელს ეგრეთ წოდებულ ცხინვალის რეგიონში შეიქმნა მათ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შეიქმნა კომისია, დემილიტაციის კომისია, რომელმაც საფუძვლად აიღო 1922 წლის აპრილში გამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ოლქის რუკა. ამ ხელოვნურ რუკაზე დააფუძნა გარკვეული კვლევები და მათსავე აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაუგზავნეს ეს რუკა როგორც საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების საფუძველი. ეს ცხინვალის ოკუპირებული ხაზის, რომელიც გახლავთ 350 კილომეტრი, გასწვრივ 200 კვადრატული კილომეტრის პრეტენზიას წარუდგენდა საქართველოს ფაქტობრივ ტერიტორიაზე. ეხლა მე მინდა გითხრათ ერთი რამ. ეს არის 28 სხვადასხვა წერტილში პრეტენზია, რომელიც არსებობდა. ერთ-ერთი იყო ჩორჩანა, ერთ-ერთი იყო თრუსო. ამის შემდგომ ერთ რამეს ეხლა პრინციპულად მინდა ხაზგასმით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უთხრა. ზუსტად მას შემდგომ რაც ჩვენ ჩავდგით საგუშაგო ჩორჩანაში. 2019 წლის 2 სექტემბერს ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეჟიმის გენერალურ პროკურატურაში აღიძრა საქმე ჩორჩანაში ჩვენს მიერ ჩადგმული საგუშაგოს გამო და იქ დაიწყო ზუსტად ის გამოძიება, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ატარებს. ეს ერთი. ამის შემდგომ იგივე სექტემბერში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შექმნა ზუსტად ისეთი კომისია, როგორც თქვენ გახდეთ ლარჩები. მილიონი კვადრატული მეტრი დააკარგინეთ ქვეყანას. შედეგი არის ეს. ამიტომ ყველანაირი ვისრისი ეშინია ხა ეს უკვე ჩანს საზოგადოება ხედავს. გააგრძელეთ და აგვიხსენით. მე მივხვდი უკვე როგორც იურისტმა, რომ ის რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახის, თქვენ ჟარგონზე რო თქვა, გაგნებაში არ ახართ რას ნიშნავს. ეს უკვე მოვინიშნე, არ იცით. არ არის ხა ეს გასაკვირი დღეს რო არ იცით, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფექტური კონტროლი სამართლებრივად რას ნიშნავს, მინიმუმ უნდა იცოდეს. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ ეს მოხდა პირველი საგუშაგოით გაკეთდა აგვისტოში, 24 აგვისტოს. ამის შემდგომ მე წარდგენილი ვიყავი პრემიერობის კანდიდატად 3 სექტემბერს. 8 სექტემბერს მე ვიყავი დამტკიცებული საქართველოს პრემიერად. აი ამ პერიოდში როგორღაც გასაოცრა ის საგუშაგოები იმ კოორდინატებზე, რომელიც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები. მე გეუბნებოდ, რომ მოვა დრო, როდესაც შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს რატომ მოხდა შეფერხება იმ გეგმის დასრულების, რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს გზა, რა გააკეთა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასულმა გომელაურმა იმისთვის, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა და გეგმა არ მიეყვანა ბოლომდე, ან რა გააკეთა მაშინ სულში დამტკიცებულმა თუ მოადგილის ფუნქციით მოვალეობის შემსრულებელმა ლილუაშვილმა, მაშინ როდესაც აი ეს ყველა წერტილი, რომელსაც თქვენ დღეს ამაყადაფრიანებთ რუსების დროშები, ეს ყველა წერტილი უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები. აკავებდნენ მოქალაქეებს. ერთი მაგალითი მითხარით დაკავებულის. იქ რამოდენიმე მაგალითი იყო სახელმწიფო. რამოდენიმე მითხარით. რამოდენიმე მაგალითი იყო, ერთი იყო 2019 წელს, რამოდენიმე იყო 2018 წელს. ამ ტყეში დააკავეს კონკრეტულად? ამ ტყეში დააკავეს კონკრეტულად? ზუსტად ამ ტყეში დააკავეს, მონადირე, როგორც მახსოვს, წაართვეს იარაღი, არ დააკავეს და უთხრეს ჩადის სოფელში და გააფრთხილე ყველა, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და თქვენი ფეხი აქ მეორედ არ დავინახოთ. ეს ყველაფერი UN-ის მასალებშიც არსებობს და სუსის მასალებშიც არსებობს. კი არ დააკავეს, არამედ შეაჩერეს, იყო შეიარაღებული, გასაგებია მონადირე შეიარაღებულია
ჩამოართვეს. როგორ ფიქრობ? ვინ შეაჩერა? მეორე მხარემ, ტრულმა მხარემ. სად მოხდა? ბატონო? რომელ ტერიტორიაზე მოხდა? სად მოხდა ეს? ჩვენს ტერიტორიაზე. ესე იგი, საქართველოს მოქალაქეებს შეიარაღებული ოკუპაციის ძალების წარმომადგენლები აჩერებდნენ და არა აკავებდნენ. გადავრჩით, რო არ მოკლეს, მადლობა უნდა. არა, მე მოყვებით, რომ თქვენ თქვით, რომ აკავებდნენო და აღმოჩნდა, რომ კი არა აკავებდნენ. შეაჩერეს, განაიარაღეს და გამოუშვეს უკან. სამართლე შეაჩერეს და განაიარაღეს. ამას მე ვუნა. მოდით, სპეკულაცია ტერიტორიაზე ვიღაცები, სეპარატისტები შეიარაღებული მოქალაქეს აჩერებენ, განაიარაღეს, გამოუშვეს, და ეს ნორმალურია. გიორგი გახარიას განცხადებებს, რომ ჩოგჩანას საგუშაგოს ჩადგმამდე მოქალაქეებს იტაცებდნენ და აღაძლებდნენ თავისუფალი გადადგილების საშუალებას. ამ რამდენიმე მაგალითს მოგვიანებით თია წულუკიანი გამოეხმარა და თქვა, რომ გადამოწმების შემდეგ 2019 და ასევე 18 წელსაც მისი თქმით არ დაფიქსირებულა გატაცების არც ერთი შემთხვევა, როგორც მან თქვა კომისიის სხდომაზე. ასევე ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხინვალის რეგიონისგან სეპარატისტული რეჟიმისგან მიიღო ინფორმაცია, რომ საგუშაგო იდგმებოდა შესაბამისად არც უსმა და არც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, როგორც ქართული ოცნება ამას ამტკიცებს, არ იცოდა საგუშაგოს ჩადგმის შესახებ. დღეს ასევე, როგორც გითხარით, ურთიერთდაპირისპირებისა და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა კომისიის სხდომა, ძირითადად ალუდა ღუდუშაუსა და გიორგი გახარიას შორის, მმართველი პარტიის წევრი და ასევე კომისიის წევრი, ყოფილ პრემიერს და ყოფილ თანაგუნდელს ადანაშაულებდა ქვეყნიდან გაქცევაში და ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაში. ვალდებულება გაქვთ, რომ კომისიის მოთხოვნას დაემორჩილოთ. ამიტომ წარმოადგინეთ. ერთადერთი ვალდებულება კომისიას თუ აქვს კითხვები, ონლაინ ან ფიზიკურად მოვიდე და გიპასუხოთ. არ არის ეს ასე. არ არის ეს ასე. ქალბატონოთია, ბოდიშვიხთი ქალბატონო. გიორგი, მოიხედეთ ერთ საათს. რა დღეში ხარ, ერთი მითხარი რა? არა, რა დღეში ხარ, ერთი ამაგებინე. რა იყო შეგეშინდა? წახვედი, ეხლა ონლაინ ხარ. გონია რომ შორს ხარ. და დგახარ ეხლა და გონია რომ ბლატაობ, ხო? ცოტა გააკონტროლე თავი. შენ ეთყობა თუთაშხიას ბევრს უყურებდი. ის კაპარვის ეპიზოდი როა, ხო იცი რა საოცრად წავიდაო. ხო და გაეცი ეხლა პასუხები კითხვებს. ყურე ერთი ამას, ბლატაობს. არა, ერთი წუთი, ეს რა ცირკია? ერთი წამი. ერთი წუთი. რიგში დადექით რა, და რიგში დადექით. მოიცა, რიგში დადექი კი არა, გააკონტროლე ერთი თავი რა. რიგში დადექი კი არა. ძალიან ბედნიერი ჩანხარ, შორს რო ხარ რა, გიორგი. ეგეთი გულადი თუ იყავებ ჭალებში, რატო არ მოხვედი აქ და რატო არ ივაშკაცი აქ? ეხლა მომისმინე. დავალება მოხდეს ესეთი? მოიცა, დავალებები. ხარ ხულიგანი ხარ? ხულიგანი კი არა, სიტყვები გააკონტროლე რა. არ გეგო ვინმეში. გიორგი, ვინმეში არ აგერიო, მომისმინე ეხლა კარგად. ხო იცი, სიმწრის სიცილი არის რა. ეხლა მომისმინე, კარგად მომისმინე, ეხლა კარგად მომისმინე. დისტანციური სიცილი, დისტანცია. ეხლა კარგად მომისმინე რა. კარგად მომისმინე აქ. ეს ეხლა მომისმინე ერთი წუთი. მომისმინე ეხლა. მომისმინე. შენ ხო იცი, მურტფილმის არ იყოს რა. სულ რო ძალით ლომი გინდოდეს, ვეფხვი გინდოდეს, იყო მაინც იგივე ხარ, ხო იცი? მურტფილმის არ იყოს. კატის რო ეშინია, ბიჭო არა ვარ რა. მომისმინე ეხლა კარგად. მომისმინე ერთი წუთი ეხლა რა. მომისმინე. კიდე გეუბნები რა. ორჯერ დაინახავს თქვენ სახეს საზოგადოება. ხო, საზოგადოება იმასაც კარგად დაინახავს ორჯერ შეგნებულად ითავხედე და მოგვაყენე შეურაცხყოფა რა. და მომისმინე მე პირადად, ალბათ სხვების გაქცევენ თავის სიტყვაში პასუხს, ეს არ ვიცი მათ საქმეებს, მაგრამ მე პირადად გეუბნები. ორჯერ, როდესაც აქ იძახი რომ ვინმე ოკუპანტის საქმეს აკეთებს, იქ სადაც მომისმინე ერთი წუთი ეხა დამასრულებინე. ცდილობა იქონიე. ორჯერ შეეცადე რომ ეს გაეკეთებინა. შეგნებულად. ამიტომ ეხ კეთილი ინებე და მოისმინე.
როდესაც შენ საუბრობ, რომ აქ ვიღაც ოკუპანტი საქმეს აკეთებ, იქ სადაც მე ვზივარ, ამას შენ ვერ იტყვი. გამიგე? ხო და ამიტომ ნახე ესეთ რამეზე შევთანხმდეთ რა, აქ იმისთვის არა ვართ მოსულები, რომ რაღაც აქ შენ საერთოდ კომიკურ სიტუაციაში ყოფნას უყუროთ, სიმართლე გითხრა. აქ ვართ შემდეგი რამისთვის. კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული პასუხები და საქმიანად ვილაპარაკოთ. მესმის რომ რთულია, მესმის შეგეშინდა, გაიქეცი, მოიტყუე. ამას ეხლა ახალს ვერაფერს ვერ გაიგებ შენგან საზოგადოება, მაგრამ მივეჩვიოთ იმას, რომ საქმე ეხება, ეს თქვენი პარტიის ფერებში კი არის, ეხლა რატომღაც არ ვიცი ეს მილიონი კვადრატული მეტრი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა საუბარი. დასერიოზულდით და მიუდექით ამ საკითხს ისე, როგორც ეკადრება ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ჩაუჩენას საქმეზე გიორგი გახარია უკვე მეორედ დაიკითხა 14 აპრილის ხდომაზეც იყო მისული ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი კომისიის ხდომაზე, მაშინ 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლაც იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, თუმცა გარდა დროებითი საგამოძიებო კომისიისა საქართველოს პროკურატურაც იძიებს ჩაუჩენას საგუშაგოს ირგვლივ განვითარებულ საქმეს და ამ თემასთან დაკავშირებით დაიკითხა სუსის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, ასევე მისი მოადგილე და კომისიის მოქმედი წევრი ალექსანდრე ტაბატაძე, ინფრასტრუქტურის და განვითარების ყოფილი მინისტრი და გიორგი გახარიას ყოფილი მოადგილე მაია ცქიტიშვილი, ასევე შიდა ქართლის გუბერნატორი, რომელიც ამ თანამდებობას 2019 წელს იკავებდა, გიორგი ხოჯევანიშვილი. დაკითხვები მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურას ეს საქმე ჯერჯერობით არ დაუხურავს. აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა ქართულმა ოცნებამ ხარი დაუჭირა გიორგი გახარიას პარტიისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს. ცესკოს მონაცემების თანახმად ამ პარტიამ 12 მანდატი მიიღო პარლამენტში, თუმცა მას შემდეგ რაც მათ უარი გაანცხადეს პარლამენტში შესვლაზე, რომლის ლეგიტიმაციასაც არ აღიარებენ, ქართულმა ოცნებამ კანონმდებლობით და პროცედურულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მათთვის მანდატები შეეწყვიტა. ასევე პარტიაში გახარია საქართველოსთვის ბოლო რამდენიმე დღეა იძახიან, რომ სავარაუდოდ პროკურატურა საქმეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლით ახსნავს.